საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ირაკლი ასლანიშვილმა და გიგა კობალაძემ მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გზით საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ხელოვანების მხარდაჭერასა და ამ პროცესში ბიზნეს სექტორის აქტიურ ჩართულობას. ამიერიდან საავტორო უფლებების გამოყენების ახალი პირობები დადგინდება და ერთობლივი პროექტები განხორციელდება. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები და ზოგადად მთლიანად ქართული ბიზნესი ძალიან ხშირად იყენებს სხვადასხვა ტიპის სავაჭრო და სხვადასხვა ობიექტებში სხვადასხვა მომღერლების მიერ და არა მარტო შესრულებელ მუსიკალურ ნაწარმოებებს. ამისათვის კომპანიები იხდიდნენ გარკვეულ საზღაურს და ამ საზღაურის ბენეფიციარი იყო საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, რომელიც შემდგომ უკვე შესრულებელთან ამ თანხას ანაწილებდა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ჩვენ დღეს მოვაწერეთ ძალიან საინტერესო მემორანდუმს, ეს არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის, მოხდა ოპტიმიზაცია ტარიფების. მემორანდუმი, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, მიმაჩნია, რომ ორმხრივად ძალიან სასარგებლოა, როგორც ავტორებისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის, ვინც იყენებს საავტორო უფლებას და ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ავტორმა მიიღოს მეტი შემოსავალი, ხოლო ბიზნესმა კიდევ უფრო ადვილად შეძლოს საავტორო უფლების გამოყენება. მოხდა გარკვეული კორექტირება და დადგინდა მასტიმულირებელი ზომები, რომელიც ბიზნესს მისცემს მეტ სტიმულს იმისთვის, რომ მეტად დაიცვან საავტორო უფლება.